მოგესალმებით. დღეს მართლა ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, რომელიც ვიცი ბევრ თქვენგან საინტერესებს. რეზუს უარყოფითი სისხლი. ერთგვარი საიდუმლოებით მოცული ფენომენი. რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული? რატომ არის ასე იშვიათი? დიახ, მართლაც მომაჯადოებელი თემაა. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აქვს მხოლოდ რეზუს უარყოფითი სისხლი. ეს იშვიათობა პლუს ზოგიერთი უნიკალური მახასიათებელი, რა თქმა უნდა, უამრავ კითხვას აჩენს. და თეორიებსაც. მოდით მაშინ საფუძველებით დავიწყოთ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს. რა არის ეს რეზუს ფაქტორი? ანუ რა ხდება, როცა ის არ გვაქვს? კი ბატონო, რეზუს ფაქტორი, ესე იგი, არის ცილა. კონკრეტული ცილა სისხლის წითელი უჯრედების ერითროციტების ზედაპირზე. თუ გაქვთ ეს ცილა, თქვენი სისხლი რეზუს დადებითია, RH+. თუ არ გაქვთ, რეზუს უარყოფითი, RH-. აჰა. მაგალითად, სისხლის გადასხმის დროს. და განსაკუთრებით ორსულობისას. თუ რეზუს უარყოფით დედას, რეზუს დადებითი ნაყოფი ყავს, აი აქ შეიძლება წარმოიშვას პრობლემები. პრობლემები. ანუ როგორი? დედის იმუნურმა სისტემამ შეიძლება ნაყოფის სისხლის უჯრედები, ეს დადებითი რეზუსის მქონე უჯრედები, აღიქვას როგორც უცხო, როგორც საფრთხე. და დაიწყოს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავება, ეს ცნობილია როგორც რეზუს კონფლიქტი. გასაოცარია. ფაქტობრივად, ორგანიზმი საკუთარ შვილს ებრძვის. ეს საკმაოდ დრამატულად ჟღერს. თქვენს მიერ ნახსენებ წყაროებში სხვა ფიზიკურ და იმუნურ თავისებულებებზეც იყო საუბარი, ხო? დიახ, არის გარგული დაკვირვებები და კვლევები, თუმცა უნდა ითქვას, ყველაფერი ბოლომდე დადასტურებული არაა. მაგალითად, ზოგიერთი მონაცემით HHH ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შედარებით დაბალი სხეულის ტემპერატურა, ან არტერიული წნევა, პულსიც კი. ხერხემლის მალაც ახსენეს სადღაც გონა. კი არის ასეთი ცნობებიც, თითქოს და დამატებითი, მალა შეიძლება ჰქონდეთ ზოგს, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია და, უფრო ანეკდოტურ ხასიათს ატარებს ჯერჯერობით. იმუნიტეტს რაც შეეხება, აქაც საინტერესო სურათია. ერთის მხრივ არსებობს ვარაუდი, რომ შეიძლება უფრო მდგრადები იყვნენ ზოგიერთი ვირუსის, ან თუნდაც პარაზიტის მიმართ. მალარია ახსენეს ხშირად. მალარიის მიმართ მდგრადობა, ეს საინტერესო უპირატესობა იქნებოდა გარკვეულ რეგიონებში. ნამდვილად. მაგრამ მეორეს მხრივ არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ოდნავ მაღალი იყოს აუტოიმუნური დაავადებების განვითარების რისკი. თითქოს იმუნური სისტემა უფრო გრძნობიარია. გასაგებია, ესე იგი არის პლუსებიც და მინუსებიც, როგორც ჩანს. და სად არის ყველაზე მეტად გავრცელებული ეს სისხლის ტიპი? აი, ეს გეოგრაფია მართლა თვალშისაცემია. ხო, ეს გეოგრაფიული კონცენტრაცია ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში დაახლოებით 25%-მდე ფიქსირდება ბასკებში. ბასკებში. ესპანეთსა და საფრანგეთში რომ ცხოვრობენ. დიახ, პირენეის მთებში. ეს არის ძალიან ძველი, იზოლირებული ეთნიკური ჯგუფი, უნიკალური ენით, რომელიც არც ერთ სხვა ენათა ოჯახს არ მიეკუთვნება. გენეტიკურად ისინი ახლოს არიან ევროპის უძველეს პალეოლიტის ხანის მონადირე შემგროვებლებთან. საოცარია, ანუ რაღაც ძალიან ძველი გენეტიკური შტოს მატარებლები არიან. ზუსტად. ასევე მაღალი მაჩვენებელია ჩრდილოეთ აფრიკაში, ბერბერები ზოგიერთ ტომში, განსაკუთრებით მაროკოს ატლასის მთიანეთში. იქ ლოკალურად 40%-საც კი აღწევს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ბერბერულ ჯგუფებში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, ხშირად ხვდებიან ქერათმიანი და ცისფერთვალაბი ადამიანები. აფრიკაში ქერათმა და ცისფერი თვალები, ეს მართლაც უჩვეულოა. დიახ, მსგავსი ფენოტიპი ქერათმა, ცისფერი თვალები, მაღალი ტანი ახასიათებდათ კანარის კუნძულების აბორიგენ მოსახლეობას, გუანჩებსაც, რომელთა წარმომავლობასაც ხშირად ბერბერებს უკავშირებენ. ეს ყველაფერი თითქოს ერთ რამეზე მიუთითებს. ეს ჯგუფები, ბასკები, ბერბერები, რაღაც საერთოდ ძალიან ძველ შენარჩუნებულ გენეტიკურ მემკვიდრეობას ატარებენ, რომელიც RH ფაქტორთან არის კავშირში. მეცნიერება როგორ ხსნის ამას? ძირითადი მეცნიერეული ახსნა არის გენეტიკური მუტაცია. კონკრეტულად, RHD გენის სრული ან ნაწილობრივი წაშლა, დელეცია. ეს იწვევს იმას, რომ რეზუს ცილა უბრალოდ არ წარმოიქმნება. ითვლება, რომ ეს მუტაცია ათობით 1000 წლის წინ მოხდა, სავარაუდოდ, ევროპაში ან ახლო აღმოსავლეთში.
და როგორ გავრცელდა ასე არათანაბრად? აქ შემოდის ეწოდება გენეტიკური დრეიფის ფაქტორი. ეს არის გენების სიხშირის შემთხვევითი ცვლილება პოპულაციაში, განსაკუთრებით მცირე იზოლირებულ ჯგუფებში. შესაძლოა გამყინვარების პერიოდის ბოლოს, როცა ადამიანთა ჯგუფები იზოლირებულ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ, მაგალითად პირენეის ნახევარკუნძულზე, შემთხვევიტობის გამო ამ RHM მუტაციის მატარებელთა წილი ზოგიერთ ჯგუფში საგრძნობლად გაიზარდა. შემდეგ ეს ჯგუფები გაფართოვდნენ და ეს მაღალი სიხშირე შეინარჩუნეს, განსაკუთრებით თუ იზოლაციაში რჩებოდნენ როგორც ბასკები. გასაგებია. ანუ მუტაცია პლუს იზოლაცია და დრო. ეს არის მეცნიერული ვერსია. მაგრამ აი იმ მასალებში, რომლებიც ვახსენეთ, ბევრი უფრო ეგზოტიკური თეორიაც იყო ნახსენები. ესეც ხომ ნაწილია ამ ფენომენის გარშემო არსებული აურის. დიახ, რა თქმა უნდა. და აქ უკვე ფანტაზიის სფეროში გადავდივართ, თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობენ ადამიანები. ერთი შედარებით მიწიერი ჰიპოთეზა RH სისხლს ნეანდერტალელებთან აკავშირებს, თითქოს მათგან გადმოგვეცა მემკვიდრეობით შეჯვარების შედეგად, მაგრამ ამის პირდაპირი გენეტიკური მტკიცებულება ხაზს უსვამ არ არსებობს. ნეანდერტალელები საინტერესოა, თუმცა სპეკულაციური და დანარჩენი. დანარჩენი უკვე გაცილებით თამამია, მაგალითად ატლანტიდის თეორია. ატლანტიდის. დიახ. საქმე იმაშია, რომ თავად ბასკურ ფოლკლორში არსებობს ლეგენდები დასავლეთიდან, ოკეანის გაღმიდან, ატლანტიკადან მოსulis შესახებ, კატაკლიზმის შედეგად დაღუპული სამშობლოდან. ბერბერებსაც აქვთ მსგავსი მითები დაკარგულ კუნძულზე. ხოდა ეს თეორია ვარაუდობს, რომ RH სისხლი სწორედ ამ ლეგენდარული ატლანტიდის ცივილიზაციის მემკვიდრეობა, რომელიც ამ იზოლირებულმა ჯგუფებმა შეინარჩუნეს. ვაუ. ეს უკვე მითოლოგიის სფეროა პირდაპირ. წარმოუდგენელია, რა ამბებს ქმნის ერთი ცილის არარსებობა სისხლში. ცხადია, ეს ბოლო თეორიები მეცნიერებასთან კავშირში არ არის, მაგრამ ძალიან კარგად აჩვენებს, თუ რამხელა იდუმალება ახვევია ამ თემას. გამოცანის სტატუს, მისი იშვიათობა, ეს უცნაური გეოგრაფიული კონცენტრაცია ისეთ უძველეს იზოლირებულ ჯგუფებში, როგორიც ბასკები და ბერბერები არიან, და ეს ბიოლოგიური ნიუანსები ყველაფერი ეს კვლავ კვებავს როგორც სამეცნიერო კვლევებს, ისე როგორც ვნახეთ ყველაზე თამამ ფანტაზიებსაც. ასე რომ თქვენთვის, ვინც გვისმენთ და ამ თემით ხართ დაინტერესებული, ეს არის ამბავი, რომელიც ერთმანეთში ხლართავს გენეტიკას, ისტორიას, ანთროპოლოგიას და მითოლოგიასაც კი. და სანამ მეცნიერება აგრძელებს პასუხების ძიებას, ჰაერში მაინც რჩება კითხვა, რას შეიძლება გვიყვებოდეს სინამდვილეში ეს უჩვეულო სისხლის ტიპი ჩვენი როგორც კაცობრიობის ძალიან ღრმა და შესაძლოა ჯერ კიდევ დაფარული წარსულის შესახებ. დაფიქრდით ამაზე.